საღამომშვიდობის საქმის კურსი დღის შემაჯამებელი გამოშვების ბრუნდება ეთერში, რომელსაც PKBC-ზე გაუძღვება. TBC ბანკის საქმეზე არსებულ 17 მილიონიან ტრანზაქციასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა 1 საათი გაგრძელდა. რა კითხვები ჰქონდა პროკურატურას, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილ უფროსთან და რა პასუხები მიიღო? თელარა გელანტია მოგვიყვება. თელარა საღამომშვიდობის კმაყოფილი იყო თუ არა პროკურორი? ბექა პროკურორი კმაყოფილი აშკარად არ ჩანდა, თუ რატომ ამაზე ბოლოში მოგიყვებით, რაც შეეხება მოწმე გიორგი ქადაგიძის მიერ გაკეთებულ კომენტარებს. ქადაგიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა დღეს და როგორც გამოკითხვის შემდეგ მედიასთან თქვა, სწორადაც მოიქცა, რადგან პროკურატურას მასთან ორად-ორი კითხვა ჰქონდა, რაზეც პასუხები მიიღო. კითხვები ეხებოდა ორ საკითხს. პირველი საკითხი, რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ მახსოვს თუ არა მე 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, არანაირი სხვა საუბარი არც ტრანზაქციაზე, არც ამ კონკრეტულ საუბარზე ცხადი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა თქვა. 2008 წლის 2 სექტემბერს 3 კვირის შემდეგ საქართველოს ოკუპაციის ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მიანაბრების ინტერესების დაცვა. გამომდინარე იქიდან, რომ 2006-2007 წლებში გიორგი ქადაგიძეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოსტიც ეკავა, ჩვენ მას ვკითხეთ, ჰგავს თუ არა ეს საქმე ფულის გათეთრებას, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში რთულად დასანახია. როგორც ყოფილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია. რას დაარქმევთ თქვენ? ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია პროკურატურისგან, ეპიზოდური ინფორმაცია მხარისგან, ეპიზოდური ინფორმაცია ბანკისგან. გიორგი ქადაგიძემ როგორც გამოკითხვის დაწყებამდე, ისე შემდეგ თქვა, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული. ამიტომ ის მომხრეა შეიქმნა საგამოძიებო კომისია პარლამენტში და ყველა მოხელემ, როგორც მოქმედებმა, ისე ყოფილებმა საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ. რადგან მისი შეფასებით ეს საკითხი გაცდა უკვე კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის ან ადამიანების არეალს და წარმოადგენს გაცილებით დიდი საჯარო ინტერესის საგანს. არ არსებობს არანაირი სენსიტიური ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია ამ საქმეში, არანაირი რაღაც საბანკო სენტიმენტებზე არსებული ინფორმაცია ამ საქმეში. ყველაფერი, რაც იყო სენსიტიური, რასაც შეიძლება ზიანი მიეყენებინა ჯგუფისთვის, ყველაფერი არის გაცხადებული. ამიტომ ეხლა ამ მიზეს ამოფარება ნებისმიერი მხარის მხრიდან, იქნება ეს ბანკის მენეჯმენტი, იქნება ეს პროკურატურა თუ ნებისმიერი სხვა, ცხადია არის სწორი იმ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რა რეზონანსიც ამ საქმეს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სერიოზული ბრალდებები და განცხადებები გაკეთდა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა პირველ რიგში უნდა შედიოდეს ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესებში. გიორგი ქადაგიძე მზადა დაინტერესების შემთხვევაში პროკურატურის კითხვებს კიდევ უპასუხოს, რაც შეეხება პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ რადგან გიორგი ქადაგიძე იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე და აღნიშნულ პერიოდში სამსახურს შემოწმებული აქვს TBC ბანკის შეკითხვები შეეხებოდა შემოწმების პროცესს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ კი პროკურორმა განაცხადა, რომ გიორგი ქადაგიძემ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა. გამოძიებას გიორგი ქადაგიძე ფაქტიურად გამოძიების შეკითხვებს ვერ გასცა პასუხები, როგორც მან განაცხადა,
არც TBC ბანკის შემოწმების პროცესი ახსოვს და არც TBC ბანკის შემოწმების შედეგები. შესაბამისად გამოძიებას მან ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვინაიდან ყველაფერზე აცხადებს, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვს. რა უნდა ახსოვდეს გიორგი ქადაგიძეს? ვინაიდან ჩატარებული არის შემოწმება ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვების შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. როგორც ჩანს, პროკურორი კმაყოფილი არ იყო. სხვა კითხვები კი ქადაგიძესთან არ ჰქონიათ. თუმცა თავად პროკურორთან მედიას ჰქონდა სხვა შეკითხვები, მათ შორის ტრანზაქციის შინაარსთან დაკავშირებით და სად ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას. მაგრამ არჩილ ტყეშელაშვილმა არც გამოკითხვის შემდეგ და არც გამოკითხვის დაწყებამდე სხვა კითხვებს არ უპასუხა. მე ვიღაცების მოწოდებებზე არ გამოვდივარ ამ კომუნისტურ მენტალიტეტს რომ ებრძვიან მოწოდებები იმასთან დაკავშირებით რომ გამოდით აბა რა არის ამის შესახებ განცხადება BMG-სთან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა მისი თქმით ის აღქმა რომ ბიზნეს ეშინია არასწორია და მისთვის გაუგებარია საერთოდ საიდან მოვიდა ეს განცდა ბიზნესმენებს სურთ თავიანთი აზრის დაფიქსირება მაგრამ ამ ტიპის მესიჯებმა სურვილი დააკარგვინა ბიზნესი ფიქრობს მსჯელობს და ელოდება აცხადებს ბიზნესმენი და კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ბიზნესმენმა BMG-სთან გააკეთა, ეროვნულ ბანკს უკავშირდება, მისი თქმით, ეროვნული ბანკი უნდა გამოვიდეს და ახსნას რა არის ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება ამათ ქვეყნის დაქცევა ჰქონიათ, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნას ეროვნულმა ბანკმა რა არის ფულის გათეთრება, ამაზე მხოლოდ პროკურატურა არ უნდა საუბრობდეს, აცხადებს თემურ ჭყონიამ. ისივე თქმით, ეს კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა. რაშუაში იყო TV პირველი გაუგებარი, ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი ამის შესახებ განცხადება კახაკალაძემ გააკეთა, მისი თქმით საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა კატეგორიულად მიუღებელია და ამის შესაძლებლობა TBC-ის დამფუძნებლებს არ უნდა მიეცეთ, ამასთან კალაძის შეფასებით მისთვის ღიმილის მომგვრელია, ყველაფერი რაც ეგრეთ წოდებული მუქარის წერილში წერია. Smier ადამიანს თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ანალოგიური წერილი, ჩემთვის არ ვიცი ხა ღიმილის მომგველი იყო ყველაფერი რაც ეწერა, საერთოდ რაშვაშია TV პირველი გაუგებარი იყო, საერთოდ რაშვაშია არტარეა, ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი. ამიტომ კიდევ ერთხელ მეორებ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ ქართული ოცნების და ზოგადად სახელმწიფო წრეების დამოკიდებულება TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით პრაქტიკულად ერთნაირია, პოლიტიკური მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ TBC-ს თანადამფუძნებლებს სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ, რაც მათი შეფასებით არასწორია. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიიჩნევს საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და თავად მამუკა ხაზარაძე მზადაა საქმის საგამოძიებო კომისიამ განიხილოს. პარლამენტის თავმჯდომარეს არ სჭირ არც მუქარის წერილის, რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილის პირველ ნაწილში მამუკა ხაზარაძეს თხოვენ წინა საარჩევნოდ გავრცელოს განცხადება, სადაც უნდა თქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია. მსგავსი შინაარსის წერილი ხაზარაძემ გავრცელა კიდეც, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი ახსნა აქვს. 20 პუნქტიან ეგრეთ წოდებულ წერილს აქვეყნებ ბუნებრივია, ერთი პუნქტი მაინც უნდა დაამტყიო სინამდვილეს და შეგიძლია შენ გააკეთო post factum. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია სინამდვილეს დაამტყიო ერთი ფაქტი post factum, 20-დან ერთს თუ დაამტყიო post factum, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, ეს ფურცელი არის უბრალოდ არასერიოზულობის. განცხადებები დღეს ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააკეთა. მინისტრის თქმით, TBC ბანკის დამფუძნებლების მხრიდან ეგრეთ წოდებული მუქარის წერილის ხსენების შემდეგ პროცესი გროტესკული გახდა. მის შეფასებით ეგრეთ წოდებული მუქარის წერილი, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა და რომელზეც მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო, კომიკურია. ისივე თქმით, წერილი რა არის კაციშვილმა ვერ გაიგო. მინისტრი დღეს ანაკლის სპორტსაც გამოეხმაურა. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩავანთქიოთ იქ ასობით მილიონი და შემდეგ წლები უცადოთ კერძო ინვესტორს ეს ხომ დაკარგული ფული გამოვა. განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში. რაც მალე დასრულდება ხაზარაძე ჯაფარიძის საქმე, მით უფრო კარგი იქნება ეს ქვეყნისთვის და ინვესტორებისთვის. ამის შესახებ კი განცხადება დღეს გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ქობულია ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესახებ არსებული დისკუსიის დასრულება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. დღესვე მინისტრმა თქვა, რომ შექმნილი ვითარება ანაკლის განვითარების კონსორციუმს პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოძიებაში ხელს უშლის. ამ პროექტში კერძო სექტორის როლი დღესდღეობით არის უფრო ორგანიზაციული.
თვითონ ინვესტორები, რომლებიც ფულს აბანდებენ ამ პროექტში, ეს არის 4 მნიშვნელოვანი და დიდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ეს არის 400 მილიონი დოლარამდე, ეს არის მთავრობა 100 მილიონი დოლარამდე და დანარჩენი 100 მილიონი დოლარი ეს არის რამოდენიმე ინვესტორი და ეს არის კონსორციუმი. ზოგადად, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული მერწმუნედ იმ პროცესებთან, რომელიც მიდის დღეს. ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ეს პროექტი დაძრან. ქართულ ოცნებაში ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია დაიქირავა კატეგორიულად უარყოფენ, როგორც BMG-ს ოცნებაში განუცხადეს, მსგავს კომპანიაზე საუბარი არც ყოფილა. ინფორმაციისთვის დღეს მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პარტიაში ახალი წევრების და სახეების მოზიდვაზე მუშაობენ და საამისოდ კომპანია დაიქირავეს. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, ასევე სახელმწიფო პარტიაში რეკრუტირების პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო პარტიის ლიდერებმა კი მათ შორის დეპუტატებმა უკვე მიიღეს დავალება რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში დიზელის აწვევის ხარისხის ევრო 5 სტანდარტამდე აწევა მოხდება. ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარტ შეესაბამება, როგორც მინისტრმა აღნიშნა. 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის. საქართველოში მობილურებზე საბანკო ტროიანელების შეტევები გაიზარდა. კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემით 2018 წელს საქართველოს მობილურების მომხმარებელთა 0.72% დაექვემდებარა საბანკო ტროიანული პროგრამების შემოტევას, მაშინ რომ 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.5%-ში ადგენდა. ამასთან, როგორც ლაბორატორიაში განმარტავენ, მობილური საბანკო ტროიანელები იპარავენ საბანკო ბარათებს და პროგრამებს, მათგან ბევრს შეუძლია საბანკო პროგრამის ინტერფეისი გადაფაროს თავისით, ისე რომ მომხმარებელს ჰქონია თითქოს მას შეხავს მონაცემები საბანკო პროგრამაში, სინამდვილეში აძლევს მას ტროიანს. Pașa Bankma კიდევ ერთი ახალი ფილიალი გახსნა, როგორც BMG-ს ბანკში განუცხადეს, ბანკის გუნდმა სეგმენტის გაფართოებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, შედეგად კი ბანკი მცირე ზომის 1 მილიონ ლარზე მეტი წყიური ბრუნვის მქონე კომპანიებსაც მოემსახურება. მე შეგახსენებ, რომ Pașa Bank-ი აზერბაიჯანსა და თურქეთში ოპერირებს აქტივებს ისეთ სფეროებში ფლობს, როგორც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. დღეს ჩვენ Pașa Bank-ის ახალ ფილიალს ხსნით და ძალიან გახარებულები ვართ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ახალ სეგმენტზე ვიწყებთ მუშაობას. Pașa Bank-ი ამ იარიდან უფრო მცირე კომპანიებსაც მოემსახურება. მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე 3 წელია ვოპერირებთ და მსხვილ კორპორაციებს ვემსახურებით. გარდა საქართველოსი, თურქეთსა და აზერბაიჯანში მუშაობთ და ჩვენი უპირველესი მიზანი მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებაა. დღეს გაიხსნა ჩვენი ბანკის ახალი ფილიალი, რომელიც გარკვეული პერიოდია უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მომხმარებლების დიდი მოწონებითაც სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, განახლებული კონცეფცია და ახალი სერვის მოდელი მოგცემს საშუალებას, რომ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. და თემაზე საუბარს უკვე ვაჟა მენაბდესთან, Pașa Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველთან განვაგრძობთ. საღამოს ვაჟა, მადლობა რომ ხოცენი გადაცემის თუმარი დასაწყისში გვინდა რომ გითხრათ იმ მოდელის ცვლილებაზე, რომელიც Pașa 2019 წელს მოახდინა, პირველ რიგში რამ განაპირობა და შემდეგ რა სეგმენტზე გეგმავთ 2019 წლიდან მუშაობას. მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოწვევისთვის. დაარსების დღიდან Pașa Bank-ი კორპორატიულ სეგმენტზე იყო ორიენტირებული, საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებთ და მხოლოდ მსხვილ კომპანიებს, მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს ვემსახურებოდით. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი დინამიურად ვითარდებოდა და წარმატებულად ახორციელებდა ოპერაციებს, გადავწყვეტეთ გაგვეფართოებია ჩვენი არეალი. კვლავ ფოკუსს ვაკეთებთ იურიდიული პირების მომსახურებას, თუმცა სეგმენტს ვაფართოებთ და უკვე 2018 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაც, აქამდე თუ მხოლოდ
კორპორატიული იყო, მცირე და საშუალო მომსახურებას დავიწყეთ. ბუნებრივია ამან გამოიწვია გარკვეული ცვლილებების საჭიროება გააჩინა და სერვის მოდელი და ბიზნეს მოდელი შეცვლა გადავწყვიტეთ. დეტალურად გვაქვს შესწავლილი გაანალიზებული ბიზნესის ჩვენი მომხმარებლების საჭიროებები და მათზე მორგებული სწორედ მათთვის საჭიროებიდან გამომდინარე შევიმუშავებთ ახალი სერვის მოდელი, რომელიც არც მდგომარეობს რამოდენიმე ძირითადი მომენტი შემიძლია ვახსენო. პირველი ეს არის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა ჩვენ კლიენტებთან გვინდა ეფიციენტობდეს პარტნიორობას და არა ბანკი კლიენტის ურთიერთობას, უნდა იყოს აგებული ნდობასა და რეალურ თანამშრომლობაზე. გვინდა რომ ჩვენი ბიზნესი გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების ზრდის პარალელურად და მათ ხელი შეუწყოთ მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში. რაც შეეხება უშუალოდ საბანკო ნიუანსებს, აქ მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ მეგეწოდებულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ კომპანიებს. ძალიან პოპულარულია მოგეხსენებათ საქართველოში პერსონალ ბენკინგი ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის ასეთი მომსახურება დღეს ბაზარზე ნაკლებად გვხვდება, არ არის პრაქტიკულად პირდაპირ ესე ვთქვათ პერსონალ ბენკინგის სახით. ჩვენ სწორედ ამას ვთავაზობთ და ამას პლუს ვთავაზობთ ერთი ფანჯრის პრინციპს, ანუ მომხმარებელს, ჩვენს პარტნიორს, ჩვენს კლიენტს, კომპანიას, მის დამფუძნებლებს, მის მეპატრონებს, მენეჯერებს, ფიზიკურ პირებს ერთობლივად ვთავაზობთ მომსახურებას ერთი ბანკირის ხელში იქნება ეს ყველა. არ მოუწევთ თქო სხვა მომსახურებებზე ფილიალებს. არ მოუწევს არა თუ რამდენიმე ფილიალში, რამდენიმე ადამიანთან კომუნიკაცია არ მოუწევს. დღეს როგორ არის რაღაც რო გჭირდება კომპანიაზე მიდიხარ ერთ ადამიანთან, გჭირდება ფიზიკურ პირზე მეორესთან, მეტი შეიძლება ერთ ფილიალში მივხვიდე კომპანიაზე და მეორეში ფიზიკურ პირზე, იმიტომ რომ ერთი ფილიალი იყოს, რომელიც მხოლოდ პერსონალური ბანკისთვის არის განკუთვნილი და არ ემსახურება კომპანიებს. ჩვენთან ასე არ იქნება და ერთი ბანკირი ეყოლება, ეცოდინება დავუშვით კომპანიის დირექტორს, რომ მას როგორც ფიზიკურ პირს, ასევე როგორც კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ერთი ადამიანი მოემსახურება, რომელმაც დეტალურად იცის როგორც კომპანიის, ესე მისი საჭიროებები და მზად არის ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება. თქვენ ახსენეთ პერსონალური საბანკო მომსახურება. დღეს ასე ვთქვათ, როგორც ყველა სფეროში საბანკო სფეროში შეიცვალა მიდგომები, შეიცვალა კონკურენციის სფეროებიც, ანუ ბანკები უკვე სხვა მიმართულებით, ეს ორი მიმართულება, რაც თავარი არის ციფრული ნაწილი და არის პერსონალური საბანკო მომსახურება. აი ეს გლობალური ტრენდი როგორ ისახება თქვენ შემთხვევაში ქართულ ბაზარზე და რა არის ეს გლობალური ტრენდი რომ გვიყვარს? გლობალური ტრენდიც სწორედ ეს არის, რომ ტრადიციული ბენკინგი ნელ-ნელა წარსულს ბარდება, ისტორიას ბარდება და თუ ჩვენ ლაპარაკობთ საცალო მიმართულებაზე და არა მხოლოდ საცალოზე, მთავარი ტრენდი არის დიჯიტალიზაცია, ელექტრონული შეთავაზებები, ელექტრონული პლატფორმის განვითარება და ალბათ ძნელ წარმოსადგენია დღეს ძალიან იშვიათად ნახავთ დავუშვათ ჩვენ გარშემო მომხმარებელს, ვისაც ინტერნეტ ბანკინგი ან მობილ ბანკინგი არ აქვს გამოყენებაში ყოველდღიურად. და ამის გარეშე პრაქტიკულად არა მხოლოდ საბანკო, მაგრამ საბანკო განსაკუთრებით განვითარება შეუძლებელია. ხო, ბანკი მაგის გარეშე პოზიციონირებდეს. ფაქტიურად არა კონკურენტუნარიანი ხდები თუ ამ მიმართულებას არ ავითარებ. მაგრამ მეორე ტრენდი, რომელიც ასე ვთქვათ, თითქოს საპირისპირო აბსოლუტურად, მაგრამ აბსოლუტურად შემავსებელი არის პირველი ტენდენციის გახავთ აქტუალური ხდება ძალიან პერსონალ ბენკინგი, ანუ პერსონიფიცირებული საბანკო მომსახურება, როდესაც ბანკი შენ როგორც მომხმარებელს გთავაზობს ინდივიდუალურ შენზე მორგებულ მომსახურებას, შეთავაზებებს და ყავს პერსონალური ბანკი, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის აღმოგიჩინოს დახმარება, კონსულტაცია. აქ უკვე ისეთ ოპერაციებზეა საუბარი, რომელიც არის ყოველდღიურ გადახდებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებულაც უკვე ყველა სათვისებული გვაქვს. როდესაც ისეთ პროდუქტებზეა საუბარი, სადაც რჩევა გჭირდება კონსულტაცია და უშუალოდ ოპერატიულობას აქ დიდი მნიშვნელობა. აქ პერსონალ ბენკინგი და პერსონალ ბენკინგის ხარისხი, აქ უკვე თანამშრომლის კვალიფიკაცია, ჩვენ ბანკის თანამშრომლის კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ამ შემთხვევაში უკვე სერვისი და ეფექტურობა არის მთავარი განსაზღვრელი, როდესაც მომხმარებელი ირჩევს რომელ ბანკთან ნაწარმოოს ოპერაციები და ურთიერთობა. ბატონო ჟაბა, მოკლედ რომ გითხრათ, ასე ვთქვათ, პაშა ბანკის განვითარება ეს 2013 წლიდან ქართულ ბაზარზე და შეგვიძლია რომ ასევე ვთქვათ, საამოვრო გეგმებზე გარდაცვლილებების რომელიც 2019-ში, 2018-ის მეორე ნახევრიდან დაიწყო და გაიგეგმება მომავალში. აი როგორ გამოარჩევდით, რომელ წელს გამოარჩევდით პაშა ბანკის 2013-დან მოყოლებული ბანკი ფაქტობრივად ძალიან კონკურენტულ ბაზარზე შემოვიდა ერთი ფილიალი და მხოლოდ კორპორატიულ სეგმენტში და ეს ფიქრობ სწორი სტრატეგია იყო იმ ეტაპისთვის. რაიმე გამორჩეული განსაკუთრებული ესეთი ამოვარდნილი წელი არ ყოფილა, დინამიურად ვითარდებოდა, ასე ვთქვათ, ხდებოდა ადაპტირება ბაზართან და ამ პერიოდის განმავლობაში დაიმკვიდრა სახელი როგორც კარგმა კორპორატიულმა ბანკმა. საგრეთო პორტფელი და აქტივებს ზერო ვთქვათ ორი ციტყვათ, ანუ პორტფელის მოცულობა კლიენტებზე გაცემული სესხების 100 მილიონი ლარი იყო შარშან ამ დროს, ამჟამად უკვე 200 მილიონია და მომავალი წლის დასაწყისისთვის წლის ბოლომდე გეგმავთ რომ ეს კიდევ გაორმაგდეს, ანუ 400 მილიონი გახდეს. ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენი სერვის მოდელის ცვლილებას და სეგმენტის გაფართოებას, რადგან ვინაიდან დავიწყეთ მცირე
და საშუალო ბაზარზე გასვლა, შესაბამისად უკვე პორტფელი მზარდი ტენდენციით იქნება წარმოდგენილი. ფილიალების ქსელის განვითარებასაც გეგმავთ ბუნებრივია, თუმცა კორპორატიულ ბანკს, რომელიც მხოლოდ მცირე და საშუალო ძალიან დიდი რაოდენობა არა საჭიროება არ არის ამისი, რამოდენიმე 3-4 ფილიალი თბილისში აბსოლუტურად საკმარისი იქნება. პირველი ფილიალი ასეთი ახალი დიზაინის და კონცეფციის წარმოადგენით უკვე გუშინ წინ და ასევე რამოდენიმე ფილიალი იქნება წარმოდგენილი რეგიონებში. შემდგომ სტრატეგიულ პერიოდში, როდესაც ამ მცირე საშუალო ბიზნესის განვითარებას რაღაც ეტაპამდე მივყვანთ, ალბათ დავიწყებთ მიკრო ბიზნესზე ზრუნვას და უკვე მიკრო დაკრედიტების განვითარებას. ეს რამდენი წლის პერსპექტივა? ვფიქრობ 3 წლიან პერსპექტივაში უკვე ჩვენ მზად ვიქნებით, რომ თქვათ და იმედი ამას ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მომხმარებლები იტყვიან, რომ ჩვენ ვართ საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ამის შემდეგ უკვე ალბათ დავიწყებთ მიკროს განვითარებას. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ვაჟამენავდეს მასპინძლობდით საქმის კურსში. მადლობა მას კიდევ ერთხელ. საქმის კურსი ამით დასრულებულია. მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. დახამთის.